ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რომელიც საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას ეხება. მას მხარი დაუჭირა 101 წევრმა 10 კი წინააღმდეგი იყო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ დელეგაცია მძიმე შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მიმდინარე გაღრმავებული პოლარიზაციის გამო. ბოლო 2 წლის განმავლობაში დაფიქსირებულმა დემოკრატიის სწრაფმა და დრამატულმა გაუარესებამ სულ უფრო ნეგატიური გავლენა მოახდინა ადგილობრივ დემოკრატიაზე საქართველოში. ეს პროცესი კიდევ უფრო გამწვავდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლებიც უარყოფილ იქნა ოპოზიციური პარტიის, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამჭვირვალობის სერიოზული პრობლემების გამო და ამის შემდეგ 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შეჩერდა. კონგრესი ასევე შეშფოთებას გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაში არსებული რთული სამუშაო პირობების გამო, მას შემდეგ, რაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის ფარას სადავო მიღება მოხდა. როგორც რეზოლუციაში აღნიშნული, სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტრუმენტალიზაცია, მათ შორის ადგილობრივ დონეზე გამოიწვია საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლებები, დაშინება და ზეწოლა, რასაც ხელი შეუწყო საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა. დელეგაცია აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ხარვეზებმა და გამოწვევებმა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დაუკარგა ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, რამაც დააზიანა ადგილობრივი დემოკრატია, რაც ხელს უშლის 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩატარების სანდოობასა და სინამდვილეში. ეს რისკს უქმნის სიტუაციის გამწვავებას, ნათქვამია რეზოლუციაში. ევროპარლამენტის რეზოლუცია მინდა შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, 6 რეზოლუცია, სადაც გვიწერენო მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, ეს კრიმინალი და თურმე იგი უნდა გავათავისუფლოთ, ქალბატონ ზურაბიშვილს მოიხსენიებენ ისევ საქართველოს პრეზიდენტად. და კიდევ მრავალი აბსურდი არის ხოლმე ჩაწერილი, გუშინაც ანალოგიური ვიხილეთ, სადაც სხვათა შორის კიდევ არის აღნიშნული, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონი ყველაზე მარტივი კანონი, რომელიც მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნებში ამ მიზნით, თურმე უნდა გაუქმდეს, თურმე დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ასევე უკმაყოფილო არიან ანტი-LGBT პროპაგანდა კანონით, რომელიც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთაა. ანუ ეს არის მორიგი რაღაცა თითქოს და ჟანგბადის მიწოდების მცდელობა ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელთაც რეიტინგი ბევრჯერ აღმენიშნავს კარგ შემთხვევაში განახევრებული აქვს და ცდილობენ რომ რაღაცნაირად ცოტა გამოაცოცხლონ.